ჯუმბერლეჟევა დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც მსოფლიო რეკორდსმენი ჩეხოსნებმა გამოასვენეს. ქართველი ველომოგზაური ჯუმბერლეჟევა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან დიდი დანაკლისია ქართული სპორტისთვის ეს და მე მინდა ვთქვა რომ ძალიან დაგვაკლდება ჯუმბერის ბატონი ჯუმბერის თვითონ მოღვაწეობა ბატონი ჯუმბერის ღიმილი არაჩვეულებრივად კეთილშობილი ადამიანი დაკარგა ქართულმა საზოგადოებამ. ძალიან დიდი ადამიანი იყო, საოცარი სპორტული ნიჭის, შემართების და გამძლეობის მქონე ადამიანი და მხოლოდ ამას შეაძლებინა და სამშობლოს სიყვარულმა შეაძლებინა მას ის რომ ველოსიპედით შემოიარა მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ თვითონ მოიპოვა მსოფლიოში პირველი ადამიანის სტატუსი და რეკორდსმენის სტატუსი, არამედ ჩვენს ქვეყანას მოუტანა ძალიან დიდი სახელი ამ. მე მივსამძირო მის ოჯახს, სრულიად ქართულ სპორტს, ქართულ სპორტის გულშემატკივრებს, არა მარტო საქართველოს დაკარგა, მსოფლიომ დაკარგა ადამიანი, რომელიც თავის შესაძლებლობით აცვიფრებდა მართლაც ყველა ადამიანს და ეს ალბათ ფერს დააგდება ქართულ სპორტს, დააგდება იმ მიღწევებს, რომელზედაც ის ანებრივებდა გულშემატკივარს და დააგდება რაც თავარია მის ოჯახს.